ჰეპატიტი დაავადებული ერთი ადამიანიც კი. ეს პრემიერ-მინისტრის განაცხადია, ხელისუფლება C ჰეპატიტის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. სოფოს ბუვირი, იგივე სოვალდი, ასე ჰქვია პრეპარატს, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატებიდან ამ სენის დასამარცხებლად შემოვიდა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატი საქართველოში ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. ამის პირობას უკვე ჯანდაცვის მინისტრი დებს. მომავალი წლიდან სპეციალური პროგრამაც ამოქმედება. სოფო ხანაშვილი გეტყვით, კიდევ რა იგეგმება დაავადების დასამარცხებლად? მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყება მართლაც და ანალოგის არ მქონე პროექტი, რომლის მიზანიც იქნება საქართველოში C ჰეპატიტის როგორც დაავადების სრული ელიმინაცია, აღმოფხვრა. C ჰეპატიტის დასამარცხებელი პროექტის კონტრაქტს ხელი მომავალი წლის დასაწყისში მოეწერება. პროექტი მედიკამენტების გარდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს. საბოლოო გათვლებით 2 წელიწადში ქვეყანაში C ჰეპატიტი უნდა დამარცხდეს. ეს არის მოსაუცი ნამდვილად, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში საქართველოში აღარ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, რომელიც იქნება დაავადებული C ჰეპატიტით. სოფოს ბუვირი, იგივე სოვალდი ესაა მედიკამენტი, რომელსაც პროექტის ფარგლებში საქართველოს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ჯერჯერობით ჯანდაცვის მინისტრი პრეპარატის კონკრეტულ ფასს ვერ ასახელებს, თუმცა დაზუსტებით ამბობს, რომ მისი ღირებულება ხელმისაწვდომი იქნება. მედიკამენტის ფასი იქნება უკიდურესად მისვდომადი, ძალიან მისვდომადი, ისე რომ არც ერთ ადამიანს არ შეექმნება ბარიერი. დიაგნოსტიკის ფასი ჩამოიწევს და ჩვენ ახლა ძირითადად ორ ვარიანტზე მუშაობთ. ერთი რომ დიაგნოსტიკის ღირებულება ჩაერთოს საყოველთაო ჯანდაცვაში, A ვარიანტი და B ვარიანტი რომ ცალკე პროგრამა შედგეს ამაზე. საუბარია იმ ახალ წარმატებულ მედიკამენტზე, რომელმაც ფაქტიურად გადატრიალება მოახდინა. რევოლუციური მედიკამენტი შეერთებული შტატების წამლების ადმინისტრირების დეპარტამენტმა შარშან დაარეგისტრირა. სოფოს ბუვირი საქართველოში ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის, თუმცა ამ პრეპარატით ქვეყანაში 14 ადამიანმა უკვე იმკურნალა. განკურნების პროცენტი ძალიან მაღალი, გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად 0 და ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტი. ხა ფაქტობრივად იდეალური მედიკამენტია. პრეპარატით მკურნალობის საშუალო კურსი $84,000 ჯდება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წამალს მთელი კურსისთვის $900 იღებს ეგვიპტეა, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია C ჰეპატიტით დაავადებული. რამდენ ადამიანს აქვს C ჰეპატიტი საქართველოში? ამ კითხვაზე დღეს ზუსტი პასუხი არ არსებობს. ბოლო კვლევა 2002 წელსაა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოსახლეობის 6.7%, ანუ 200,000 ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თებერვალში 2 თვიან მასშტაბურ კვლევას ჩაატარებენ, შემდეგაც ახალი ზუსტი მონაცემები ექნებათ. ქართველი შინდლერი, ასე უწოდეს სერგო მეტრეველს, რომლის გმირობაზეც მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ ისრაელში ფილმს იღებენ. გადაწყვეტილება კნესეტმა მიიღო. ჰოლოკოსტის მუზეუმი დროებით მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებ მოედნად გადაიქცევა. მუზეუმი ებრაელების გადამრჩენ სხვა გმირებთან ერთად სერგო მეტრეველის სახელსაც ინახავს. ქართველ შინდლერად წოდებული მეტრეველის ისტორიას მის მიერ გადარჩენილი ერთ-ერთი ებრაელი ყვება. თამარ ტომარაძე ამბობს 70 წლის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან რაჭაში მეტრეველების ოჯახში შეფარებული ებრაელების ისტორიას. ერთადერთი ქართველი მამაჩემია 20,000 შინდლერიდან. იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში სერგო მეტრეველის ინიციალები იმ ადამიანთა შორისაა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების სიკვდილის განიხსნეს. 6 ებრაელი გადაარჩენა. 1942 წლის მოვლენები სერგო მეტრეველის შვილს დღესაც კარგად ახსოვს. მაშინ მამა კისლოვოდსკში მეღვინედ მუშაობდა. გერმანიის ჯარების შესვლის შემდეგ მან 6 ებრაელი ჩრდილოეთ კავკასიიდან რაჭაში საკუთარ სახლში შეიფარა. რაჭაში რომ გადავიდნენ, იქ საშიში აღარ იყო. მათი სიცოცხლე შენარჩუნებული იყო. სერგო მეტრეველის მიერ გადარჩენილთა შორის ერთ-ერთი ემილ ზიგელი დღესაც ცოცხალია. სწორედ მისი საშუალებით გაიგეს ისრაელში ქართველი შინდლერის შესახებ. მეტრეველის გმირობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ქნესეთის გადაწყვეტილებით და დაფინანსებით ამ ისტორიაზე ფილმი მომზადდება. იპოვეს ის ადამიანები, რომლებმაც სერგი მეტრეველმა გადაარჩინა და ამ ფილმში იქნება აღწერა და ნახება იმისი, რომ თქვა როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მოკლემეტრაჟიანი სურათის გადაღებები ისრაელში რამდენიმე დღეში დაიწყება. გადასაღები მოედანი ჰოლოკოსტის მუზეუმში იქნება. ფილმის მთავარ გმირზე ისტორიას კი სიკვდილს გადარჩენილი ებრაელი ემილ ზიგელი გააცოცხლებს.
თვითონ ებრაელობა ძალიან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანებს, იმ მოვლენას, ვინც ებრაელს დაეხმარნენ. თუნდაც ერთი ებრაელის გადარჩენა ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ომიდან 70 წლის შემდეგ ქართულ გმირზე გადაღებულ ფილმს ქართველ შინდლერს დაარქმევენ. სურათის ჩვენება საქართველოში 16 დეკემბერს შედგება, რის შემდეგაც სერგო მეტრეველის გმირობის ისტორიას ისრაელის ჰოლოკოსტის მუზეუმი შეინახავს. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. ბლუზის ცოცხალი რეგე და ბეთ ჰართის თბილისიელიანი. თანამედროვე სამყაროში წარმატება მუდმივი წინსვლა. სორდროს საჭირო ადგილას გააკეთეს სწორი არჩევანი. Camry თანამედროვე სრულყოფილება. Toyota, always a better way. სასიცოცხლო ძალების დასაბრუნებლად მიირთვით ჯაფა. ხილისგან მონიჭებული ყველაზე მდიდარი შეგრძნება. შეიგრძენი ხილის ნამდვილი გემო. ჯაფა, აირჩიეთ მხოლოდ ნატურალური. მოიგე ჯეკპოტი 600,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. როცა თეთრაჩლა ყოველთვის თანგდებს და თავს გახსენებს უსიამოვნო სიმპტომებით, როცა ფიქრობ, რომ უკვე განთავისუფლდი, ის მაინც არ განებებს თავს. პიმაფუცინის სანთელი სწრაფად და ეფექტურად დაგავიწყებთ თეთრაჩლას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლენებზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. სარეცხი მანქანა, ბირპული, ფასი 699 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. Bridgestone იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, ქმნის მიკროსკოპულ შრეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ფენის მაქსიმალურ გამოდევნას საბურავის ყინულთან შეხების წერტილიდან. Bridgestone-ის ზამთრის საბურავები, გაჩერება ყინულზე. Bridgestone. რევოლუცია, შავი ფერი, რომელიც მუდამ ახალივით გამოიყურება. განახლება პლუსი პერვოლისაგან. ის არა მარტო იცავს შავ-ფერს გახუნებისგან, არამედ უბრუნებს მას ინტენსივობას უკვე რამდენიმე გარეცხვის შემდეგ. შავი ფერი, რომელიც მუდამ ახალივით გამოიყურება. განახლება პლუსი პერვოლისაგან. ახალი? არა, პერვოლით არის გარეცხილი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის, ჩვენ არ ვიცვლებით. წარმოიდგინეთ ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელები რომ გეცვათ. სახი ფათოა. ზუსტად ეს დაემართებოდა თქვენს ავტომობილს. ამიტომ მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის. შეიძინეთ თეგეტა მოტორში ზამთრის საბურავის სპეციალურ ფასად, განმადებით, მონტაჟითა და ბალანსირებით. ეს არის ქრონიკა 8-ზე. თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩს ატარებს. დღევანდელი თამაშის შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვებას აპირებს. რამდენიმე წუთში, ზუსტად 21 საათზე დინამო არენაზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩატარდება და საქართველოს ნაკრები პოლონეთს უმასპინძლებს. თემურ ქეცბაიამ ჯერ კიდევ უგუშინ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მისთვის მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი იქნებოდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას დღეს ყოფილი ფეხბურთელი ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც გამოეხმაურა.
იმ რეზულტატიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა, მე ვფიქრობ, მისი მხრიდან იყო სწორი გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ის არის ამბიციური მწვრთნელი, მას აქვს ამბიცია ჰყავდეს კარგი გუნდი, ნაკრების წარუმატებლობას მხოლოდ კეცბაიას და მწვრთნელს უნდა დავაბრალებთ, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთი განვითარდეს საქართველოში. რეჟიმი ნიღბებს გარეშე, ასე ქვია გამოფენას, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნა. 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტოგრაფებმა საზოგადოებას ის ფოტოები წარუდგინეს, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს გადაიღეს. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ამ კადრებით მაშინდელი ხელისუფლების რეალური სახე აჩვენეს და მათი დაკავების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. გამოფენის გახსნას პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. ბლუზის ლეგენდა ბეთ ჰარტი ქართველ მელობანებს ფილარმონიაში 30 ნოემბერს გეპატიჟებათ. ამერიკელი მომღერალი თბილისში ალტერ ვიჟენ ჯგუფის მოწვევით ჩამოდის. დაგეგმილ კონცერტზე მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ჰიტებით შესრულდება. 30 ნოემბრამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა, თუმცა ქართველი მელომანები ლეგენდარულ მუსიკოსთან შესახვედრად უკვე მოუთმელადელიან. მათ დღეში ორენა კოპალეიშვილი ესაუბრა. წარმოუდგენელი შედეგია ის 3400 გოუინი, რომელიც ამ წუთას ფიქსირდება, მართლა ცოტა გადაჭარბებული მეგონა და აღმოჩნდა, რომ ნურას უკაცრავად, იმიტომ რომ 100 ლარიანი ბილეთების გარდა არც ერთ ბილეთი აღარ არის. ბეთ ჰარტის კონცერტზე დასწრებას მალე თბილისში შეძლებს. რამდენიმე წლის წინ ბლუზის ცნობილი შემსრულებელი საკუთარი დის საკონცერტო მზადობისას აღმოაჩინა. მას შემდეგ მაშოს პლეილისტში მომღერალს საპატიო ადგილი უჭირავს. გამორჩეული ხმის ტემბრითა და ნაცნობი კომპოზიციებით სხვა ემოციის მიღებას მაშოს ამადაშვილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ელის. გონია, რომ თანგი ჟურის აღამო იქნება. დიდი იმედი მაქვს და ორგანიზატორების გასაგონად ვამბობ ამას, რომ დაშვებული იქნება რაღაც ფეხზე დგომა, ცოტა წინ ჩასვლა, იმიტომ რომ ცოტა არ წარმომიდგენია იარუსზე როგორ უნდა დავჯდო მწყობრად და ვუსმინო. ანუ ძალიან მინდა, რომ რაღაც ინტერაქტიული იყოს. მით უმეტეს ახასიათებს მას ეს ინტერაქცია. ბეთ ჰარტი მუსიკალურ სამყაროში 90-იან წლებში გამოჩნდა. ჰიტად ქცეულ სიმღერებს 2003 წელს წარმატებული მუსიკალური ჩანაწერი მოჰყვა, რომელიც ბილბორდმა წლის ამაღელვებელ ალბომად დაასახელა. მომღერალი თანამედროვე ბლუზის საუკეთესო ქალშემსრულებელთა კატეგორიებშიც სახელდება. ახალი ალბომის გამოსვლამდე ბლუზის ცოცხალი ლეგენდა კონცერტს ქართველი მსმენელისთვის გამართავს. მისგან მაინც ველით, რომ გადაინაცვლოს დარბაზშიც. ეს რა თქმა უნდა სიურპრიზი იქნება ჩვენთვის ყველასთვის. რაც შეეხება თვითონ სონგლის ველოდებით, რომ შეასრულებს Am I the Ones, Better Man და უფრო დეტალურ პლეილისტს დავდებთ მოგვიანებით. ბლუზის თანამედროვე ლეგენდასთან შეხვედრა დიდ საკონცერტო დარბაზში მელომანებს 30 ნოემბერს ელოდება. ბოლოს კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება კვირის დასასრულს. ასეთი იყო 14 ნოემბრის მოვლენათა ქრონიკა. თქვენ წინ საინტერესო რეაქცია გელით, მე კი ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. სანამ ტექნიკას იყიდი, გაიგერას ხავაზობს ელექტრონიკა. შეიძინე ინდეზიტის ჩასაშენებელი ღუმელი და გაზაფხულის ზედაპირი 999 ლარად და მიიღე საჩუქრად დამწერლობა. ელექტრონიკა, სერიალის სპონსორი. სერიალის სპონსორია კალციუმი D3 ნიკომედი. ისავსებს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სერიალის სპონსორია სანტინოს ნატურალური ნაღების კარაქი უგემრიელესი სანელებლებით. ნაღების კარაქი სანტინო.
მთის საჩუქარი თქვენს ოჯახს. სერიალის სპონსორი Lighthouse-ი გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას. გვეწვიეთ და დაიბრუნეთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის 50% სასაჩუქრე ვაუჩერის სახით. Lighthouse-ი, მარშალ გელოვანის 2. სერიალის სპონსორია მოლფედი. ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით მოლფედი ყველაზე თხელი და მშრალი საფენია. შევხვდებით მომავალში. ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო მოლფედთან ერთად.